ჩვენი ოჯახებისთვის, პირველი კრები არის ჩვენი გულშემატკივრებისთვის. მაგარი თამაში არის სათამაშო, მარტო მოსაგები არ აქვს ეს თამაში. ეს თამაში გვაქვს მაგარი სათამაშო. იმიტომ რომ ყველაფერი უნდა ვანახოთ მაგარი სახე რა. რამოდენიმე დებიუტანტს მიეცა შანსი ამ თამაშზე. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გამოვიდა. და როგორც რიჩარდმა აღნიშნა, ვეძებთ სიღრმეებს, რომ უკეთესი კონკურენცია იყოს და უფრო გაიზარდოს კონკურენცია. რა თქმა უნდა, დაგვაკდა მოთმინება, იმიტომ რომ ქონდა რამოდენიმე შანსი მათ 22-ში და ეს შანსები სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, ამიტომ სხვაობა ძალიან მჭიდრო იყო და ახლო იყო. მაგრამ არა უშავს, შეცდომებზე ვსწავლობთ, წაგებით ვსწავლობთ და ზოგჯერ მოგებით სწავლოს ჯობია რომ წაგებით ისწავლოს მოთამაშემ და ადამიანმა რა და ვფიქრობ რომ ეს თამაში დაგვეხმარება იმისთვის რომ სამხრეთ აფრიკასთან უკეთესი საკუთარი თავები ვაჩვენოთ. You played very well. I love that goal that you scored. Thank you. That's a beautiful song. Thank you. We'll obviously review the game from Saturday. Okay. I know we're all a bit disappointed because of the result. Okay, it's part of the process. Okay, I picked a different team. Okay, that's on me. It's my responsibility. Okay, and we get the whole group exposed to playing a high level of rugby. Okay. And I know we feel a bit disappointed and frustrated because we didn't win.
because actually we had the opportunity to win the game. We could have won the game. The upside of that, we've got to learn as well. We've got to learn from those experiences. So the bigger picture is we get to the World Cup and we've got 33 players that are all exposed to playing. So I have no regrets at all. All right, the result's my responsibility. Okay, and as a group we've got to stick together and we've just got to keep working hard. Anything on that? Ну რა თქმა უნდა ორი წაგებული თამაშის მერე უკვე გადმოვერთეთ ახალ კვირაზე, წარსულში რაც მოხდა დავტოვეთ წარსულში და უკვე ვემზადებით სამხრეთ აფრიკისთვის. ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალიან კარგი მომზადება გაიარა. შევისწავლეთ იმ ორ თამაშში რაც ქონდა სისუსტეები და ამ ყველაფერს უკვე გამოვასწორებთ სამხრეთ აფრიკასთან თამაშში და ყველაფერს ნახავთ სამხრეთ აფრიკის თამაშში რა. და 2023-ში ძალიან ძლიერი გუნდით მოახერხა სამხრეთ აფრიკამ ორჯერ გამختარიყო ZZ ჩემპიონი. ეს როგორც თითოეული მოთამაშისთვის, ასევე გუნდისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ დაუპირისპირდებით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც საუკეთესოები არიან თავის პოზიციაზე მსოფლიოში და ვეცდებით ჩვენი თავი გამოვცადოთ მათ წინააღმდეგ. დანარჩენს უკვე შაბათის თამაში გვანახებს, როგორ დაუპირისპირდებით, რანაირად და რა შევძლებთ მის წინააღმდეგ. So, Mamuka's going to come down now, please, and present Dem with his shirt. Dem's worked exceptionally hard for his opportunity. All right, he's a fucking great man, real team man, and I'm delighted that you've had the opportunity to earn your place in the team. And I think it's quite apt that Catches in the room. Koch will earn his 122nd.
ერთადერთი ადამიანი ძმობის, პროფესიონალიზმის, სიყვარულის, თავდადების და გულით მიხარია მართლა კოჭო ეს ყველაფერი და ეს არის მომენტი, როცა მეტი ბედნიერება, რავი, რაფში რა შეიძლება იყოს, თან ძალიან გასახარია, რომ მაგარი გუნდი დაგვიყენეს და ჩემი თავი რომ ახსენდება ხოლმე რაღაც ზელანდიასთან რო ვითამაშ და უფრო დიდ მოთამაშეებს ვეთამაშებთ, ეს იყო გამოწვევა, ეს იყო ჩვენი ბედნიერება ამ ბრძოლაში შესვლა და ერთ მაგარი შანსი გვეძლევა ყველას ერთად, რომ მოედინა რომ გამოვალთ, ეს იქნება გამარჯვება თუ დამარცხება, ვიყოთ ყველა ერთად ბედნიერები და ვამაყობდეთ ჩვენი თავით. მაგალითს ვაძლევდეთ იმ ბავშვებს, ვინც ჩვენს ქვევით მოდიან და რავი, მე თქვენთან ერთად ძალიან გძნობ თავს, რომ ამ გუნდში ვარ, ერთად მივდივართ გავწინა ბიჭებს და წარმატებას გისურვებ, დარწმუნებული ვარ. ყველა თავს დავდებთ, ბოლომდე გავაკეთებთ იმ ყველაფერს, რომ თამაშის მერე ჩვენ ერთმანეთს სიამაყედ ჩავერთვით და გადავერხვით და კოჭო არის ამ ყველაფრის წლების მანძილზე მონაწილე და კიდევ ერთხელ კოჭოს მიულოცა ამ ყველაფერს და უსურვებ კიდევ წარმატებას და ბევრ თამაშებს. თითოეული თამაშის ჩატარება, თითოეული შეკრების გავლა, ძალიან მიხარია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ.